დღეს მეორედ ვერ შეძლო უკვე დღეს მეორე სასამართლოს ხდობის გადადება გახდა საჭირო, იმიტომ რომ ნინო ფიზიკურად ვერ შეძლო სასამართლომდე მისვლა, სასამართლომდე კი არა ადვოკატი როცა მიდის ნინოსთან, აი ამ ვიზიტების ოთახი თუ რაც ქვია, იმ ოთახამდე აი ხარ გუშინ მაგალითად ორი ადამიანის დახმარებით შეძლო რომ იქამდე მისულიყო, ესეთი ტკივილები აქვს. ამაზე ნინოს ადვოკატი ლაპარაკობდა პირველი სასამართლოდან. იმიტომაც წარადგინა ნინოს ჯანმრთელობის ცნობა მაშინ, რომელიც მე რაღაცა საოცრად მოუბრუნეს უკან და ყველას კარგად გვახსოვს რა დღეში ჩააგდეს. ხო. და პირველივე სასამართლოდან ამას ლაპარაკობდა ნინოს ადვოკატი თამარ გაბოძე, რომ ასეთი პრობლემის, ჯანმრთელობის ასეთი პრობლემის მქონე ადამიანები, ხერხემლის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის საპატიმროში მდგომარეობა რთულდება, ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ ხერხემლის პრობლემის მქონე ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული პირობები იმისთვის, რომ არ გართულდეს მდგომარეობა. მათ შორის კარგი ორთოპედიული მატრასი, ფეხით გასეირნობა, ნორმალური პირობები, სადაც ცხოვრობს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ციხეში არ არსებობს და ის, რასაც ამბობდა ნინოს ადვოკატი, აგერ სახეზეა ხა გამართლდა და ამიტომაც ითხოვდა გირაოს მეშვეობით ნინოს გათავისუფლებას, რომ ეს არ დამდგარიყო, თუმცა არც ერთმა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. რატომღაც ყველა მოსამართლე ითვალისწინებს მედიაცირამოას მოთხოვნას, რომელიც ჯიუტად ითხოვს ნინოს დასჯას და მის პატიმრობაში დატოვებას და დადგა ეს მძიმე მდგომარეობა, რაც დღეს ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის, რომ ოდნავ მაინც შეძლოს რაღაცის გაკეთება იქ. აი, იმდენად კარგად რომ გაიგოს ყველამ, ანუ იმდენად საშინელი ტკივილები აქვს, რომ აი თვითმოვლის საშუალებაც კი შეზღუდული აქვს გარკვეულ წილად. დღევანდელ სასამართლოზე ადვოკატმა მოითხოვა გადადება, თუმცა ასევე ისევ დააყენა ნინოს გათავისუფლების საკითხი, რომელიც ახლა უკვე გამყარებულია, გარდა იმისა, რომ მართლა უდანაშაულოა ეს ადამიანი და ხა ამის ახსნას აღარ დავიწყებ, ყველამ ვიცით. მისი ჯანმრთელობის ესეთი გამწვავებული მდგომარეობა, თუმცა პროკურორმა მედიაცირამოამ კვლავაც მოითხოვა მისი პატიმრობაში დატოვება და არგუმენტად ჰქონდა ისევ ის, რომ არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აი, მართლა ნამუსი აღარ არის, როგორ შეიძლება. აი, რაღაც უნამუსობა, ირონია და ადამიანი ვერ დადის იმაზე, რომ აღარ ვილაპარაკოთ არაფერი, რა დანაშაულის ჩამდენია ნინო. ვერ მიდის იმას, ის უნდა დაესხას თურმე მატიაშოს და ოღონდ ეს არ გაუკეთებია, აქეთ გახდა ძალადობის სუბიექტი, არც მეორედ კი არა, ერთხელ არ გაუკეთებია და გარდა ამისა სრულიად ჯანმრთელობა შერყეული ნინო დათაშვილი, მასწავლებელი, სხვათა